კურიერი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით პირველ საათზე გაიმართა. თითქმის 45 წუთიანი პირისპირ საუბრის შემდეგ გაიმართა ვატიკანისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა. დღესვე გიორგი მარგველაშვილი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა ვატიკანში აკრიტებულ ელჩებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. მნიშვნელოვანი შეხვედრა რომის პაპთან, სადაც განსაკუთრებით იქნა წარმოჩენილი საქართველოს როგორც უძველეს ქრისტიანული სახელმწიფოს როლი თანამედროვე სამყაროში და იმ ქვეყნის როლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის ადგილს. ხაზი გაესვა იმ პრობლემებს, რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ. ვატიკანი უჭერდა მხარს და კვლავ აგრძელებს ხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. წმინდა საყდარი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების. ის არის ტრადიციული და განსაკუთრებული სუბიექტი, დამოუკიდებელი სუბიექტი საერთაშორისო სამართლისა. ამდენად პაპისა და წმინდა საყდრის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე გვეტყვის, როგორ შეაფასა რომის პაპთან შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან. მოლაპარაკებები დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკვე გიორგი მარგველაშვილმა თავისი ვიზიტი ვატიკანში ჟურნალისტებთან შეაფასა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ძირითადი საუბრის თემები, რა თქმა უნდა, იყო საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობები, გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში და ასევე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მან ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც თან ახლავს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ჩვენ მქონდა შეხვედრა რომის პაპთან და მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვესაუბრე პაპს საქართველოს ისტორიული როლის შესახებ, ჩვენი კულტურის, უნიკალური კულტურის შესახებ და იმ უმნიშვნელოვანესი მისიის შესახებ, რასაც საქართველო თამაშობდა ჩვენს რეგიონში. იმ ღირებულებების შესახებ, რისთვისაც ბევრი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელობის თაობაზეც და იმ სირთულეებზეც, რაც ქართულ ევროპულ არჩევანს თან ახლავს. და იმ მომავალზე, იმ მომავალ როლზე, რომელიც საქართველომ უნდა ითამაშოს როგორც მშვიდობის და თანამშრომლობის მომტანმა ჩვენს რეგიონში და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც აუცილებელია კაცობრიობისათვის, რომ მშვიდობით გავაგრძელოთ არსებობა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა საჩუქრების გაცვლის ცერემონია. საქართველოს მხარემ რომის პაპს აჩუქა ჯურის მონასტრის ამაღლების ბარელიაფის ასლი, თავის მხრივ კი რომის პაპმა გიორგი მარგველაშვილს აჩუქა წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი ფრესკა და როგორც რომის პაპმა აღნიშნა, ეს საჩუქარი არის სიმბოლურად გადაეცა ადამიანს, რომელიც ზრუნავს თავის მოსახლეობაზე. ასე რომ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი წმინდა საყდართან დასრულებულია, ის თბილისში უკვე ხვალ გაემართება. თამარ ნუცუბიძე საუბრობდა რომიდან.